მალტის დროშის ქვეშ მცურავმა 1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი დატვირთულმა სამხრეთ კორეულმა ტანკერმა, რომელმაც აპრილის შუა რიცხვებში ჰორმუზის სრუტე გაიარა, საბოლოოდ აზიური ქვეყნის დასავლეთ სანაპიროსთან გაჩერდა. ხომალდის სახელწოდებით ოდესა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელწერტილში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. შემდეგ კი პაკისტანის შუამავლობის შედეგად შეჩერდა და ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. დუბაის სანაპიროსთან კი გაჩერდა სამხრეთ კორეული სატვირთო გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიის სიახლოვის აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა და ახლა რემონტს საჭიროებს. აზიურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა კადრები დუბაის პორტიდან და ცნობა იმის თაობაზე, რომ ადგილზე სამხრეთ კორეის ხელისუფლების მიერ შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩავიდა აფეთქების მიზეზების დასადგენად. სეულის სხვა აზიური სახელმწიფოების მსგავსად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან იმპორტირებულ ნედლეულზე. სამხრეთ კორეაში ახლახან ჩასული 1 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად ნედლეულის დღიური გამოყენების მხოლოდ 35-დან 50%-მდე რაოდენობას მოიცავს.